იქ სადაც მაყურებელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხვდება, გაჩვენოთ ის, რაც სამწუხაროდ და საბედნიეროდ საბოლოოდ კადრში არ ჩანდა გაგაცნობთ მსახიობები, ანუ ის ადამიანები, ვისაც ფილმის წარმატება ყველაზე მეტად აადამყურებდა. მე ვარ, აი აკუცელია, დუტას კითხვაზე. თამაშობ მამას, ერთგვარ ჩემს მეუღლე, ეს ბავშვები არიან, აქეთკენ არიან ჩემი შვილები. ჩემ თავს ნამდვილად არ გავსიხარ, ცოტა მოუხერხებელი კაცია. ვერ ახერხებს რაღაცებს, სულ ჩამოთანთა უვარდება, ეცემა, კარი ხდება, რაღაც ემართება ყოველთვის. ძალიან პერსონაჟია. ჩემ პერსონაჟს ქვია ეკა, არის ორი მხეცი და ცალკე ბავშვის დედა. პრინციპში მთელი ფილმის განმავლობაში ამ თავიდან ოცნებობს, რომ ეს ბავშვები მიყაროს და დაუტოვოს ბაბუს და თავის საყვარელ რეზოსთან ერთად, რომელიც ცოტა რაღაცნაირი დაბდურა კაცია, წავიდეს და მაგრად დაისვენოს, რასაც საბოლოოდ გააკეთებს. ჩემ პერსონაჟი არის ნიკა, 9 წლის ძალიან ცოლქია, უზომოდ ცოლქი. აი მართლა ვერ იტანს თავის დას. ჩემს გმირს ქვია ნია. ეს ცოლქი უყვარს ტელეფონზე ლაპარაკი, ვერ იტანს თავის მას. უყვარს ცეკვა თამაში მოკლედ და ძალიან უყვარს თავის ძმის გაფრასება. არ უყვარს ბაბუასთან წასვლა. ბაბუას თამაშობ. ეხლა ცოტა გასაკვირიც კი არ ჩემი ასაკის კაცი რომ ბაბუას თამაშობს. ხლა ცოტა ახალგაზრდა ვარ მან. ვასახიერებ არქეოლოგს, რომელსაც აღმოაჩინა საოცარი განძი საქართველოს მიწაზე. ამ ფანტასტიკურ ფილმში თამაშობ კოლექციონერს, რომელიც არის ბოროტმოქმედი. ხოდა ეს ადამიანი ცდილობს, რომ ეს კანონის გვერდზე ავლით დაითრიოს თავისი მედალიები და იქ ქირაობს ამ ფანტასტიკურ დეგენერატ ადამიანს. რუსკას და ასე ვთქვია, გრიგოლიას, რომელს ინგას არა. ესე იგი მე ვარ ბონდო ფილმში, რა თქმა უნდა ბონდო მამაკაცის შავ ელასტიკებში, რომელიც ესე იგი ასრულებს გარკვეული მისია აქვს, მედალი უნდა მოიპოვოს და რაღაც ძალიან შარებშია, სულ შეშინებული და მეწყვილე ყავს ასევე გოგონა, რომელიც ეხმარება საქართველოს. ჩვენ ვართ ესე იგი მძარცველები, რომლებიც რომლებსაც მედალიონი უნდა ჩაიგდონ ხელში და თუ როგორ ჩავიგდებთ ამ მედალიონს, ან ჩავიგდებთ თუ არა, მას ნახავთ თქვენ მალე. ლაპარაკე, ჩაწერ, ზღვის გოშს დაელაპარაკეთ და გაიგებთ რა ხდება ამ ფილმში რა. ზღვის გოშს და ქალი შოქშია. მეზაზუნეების 9 კაციანი. აი ეს არ ამოჭრათ. აი სიმართლე დღეს მაინც